დილამშვიდობისა ტრეიდერებო, დღეს ხუთშაბათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე სავაჭრო საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე. გუშინ როგორც მოახსენეთ, ევრო გაუფასურდა მნიშვნელოვნად საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, ევროპულ სესიაზე და მოხდა გაყიდვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ამერიკულ სესიაზე დოლარი გაუფასურდა. მან დაკარგა მნიშვნელოვნად თავისი პოზიციები, ეს გამომდინარეობდა გარკვეული ფუნდამენტური მოვლენებიდან. აღსანიშნავია, რომ ევრო არ გამყარებულა, ეს არის დოლარის ვარნა. თუ დავკვირდებით გუშინდელი ამერიკული სესიის გრაფიკს, დაახლოებით 70 პუნქტით გაუფასურდა დოლარი. გადავხედოთ გუშინდელ ახალ ამბებს, დიდი ბრიტანეთიდან გახდა ცნობილი მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი კვარტალური მონაცემი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ ეკონომიკის დის ტემპი გაიზრდება 0.4-დან 0.6%, რაც საკმაოდ დადებითი ნიშნულია. ამასთან ცნობილი გახდა ამერიკიდან, უკაცრავად ამერიკიდან მსხვილი სასახელო შესყიდვები და რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა და ასევე ამან საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გაუფასურებაზე და ასევე ფედერალური რეზერვის 3% განაკვეთი, რომელიც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით 3% განაკვეთის ცვლილებას სექტემბრისთვის, მაგრამ ამისათვის საჭიროა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ტენდენცია, როგორიც არის მაგალითად ამერიკის არასაფერმო დასაქმების ცვლილება და უმუშევრობის შემცირება. სწორედ ამ მონაცემების დადებითი რელიზის შემთხვევაში შესაძლოა სექტემბერში გაიზარდოს 3% განაკვეთი. დღეს ცნობილი გახდება ამერიკიდან უმუშევრობის საჩივრები, რომელიც ასევე საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს ერთკვირიან ტრენდზე დოლარის მაჟორულ სავალუტო წყვილებზე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ევრო-დოლარის სავალუტო წყვილზე ფიქსირდება აღმავალი პატერნის სოლი, რომელიც გაყიდვის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის 1 საათიან გრაფიკზე და ასევე შეარჩიეთ ორი მნიშვნელოვანი ფასი 1.1080, 1.1050. სწორედ აი ამ ორი ფასის გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთდღიანი ტრენდი იგივე მიმართულებით. გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას და ნაყოფიერ დღეს ხვალამდე.